მეგობრებო, ზამთარი ახლოს არის და გადავწყვიტე ჩავწერო ვიდეო ზამთრის ჩანთასთან დაკავშირებით. ანუ ის ყველა ნივთი რა ზამთარში გამოგვადგება. დღეს მაქვს წამოღებული ჩემი მთავარი ჩანთა, Alps Mountaineering-ის ჩანთა. ეს ჩანთა შეგიძლიათ ნახოთ Kempshire-ში. არის 75 ლიტრიანი, ასეთ მდგომარეობაში. იშლება კიდევ სადღაც ამ ზომაზე ადის და ხდება 85 ლიტრიანი, რაც საკმაოდ დიდი ტევადობის ჩანთა გამოდის, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება ადამიანი ესე 2-3 დღიანი ლაშქრობისთვის 65 ლიტრიან ჩანთაშიც კარგად მოთავსდეს რა თავისი ნივთებით. დღეს ამ ვიდეოში ცალკე ტანსაცმელს არ დავამატებ მეგობრებო, იმიტომ რომ ტანსაცმელი უკვე თვითონ ადამიანზე დამოკიდებული, ვის რა ბიუჯეტში უნდა, ვის რა ბრენდები მოსწონს. მთავარია იყოს თბილი, წყალგამძლე. დღეს ერთი შემიძლია გითხრათ ფეხსაცმელზე. ეს არის ფეხსაცმელი Keiland-ის წყალგამომტარი მაღალყელიანი, ზამთრისთვისაც გამოდგება, გაზაფხულისთვისაც. უბრალოდ ზამთრისთვის უფრო თბილი არის, წყალგამომტარი არის, კარგი სასიარულო არის, საკმაოდ მსუბუქი არის და ესეც შეგიძლიათ ნახოთ Kempshire-ში 640 ლარი ამ ფეხსაცმლის ფასი. ზოგადად მაინც ლაშქრობაზე ყველაზე დიდ როლს თამაშობს ფეხსაცმელი. თუ ადამიანს კარგი ფეხსაცმელი აცვია, უფრო კარგად ივლის, მარტივად არ დაიღლება, ფეხი არ ეტკინება, ფეხი რო თბილად გაქვს, უფრო სხვანაირად ხარ, ვიდრე ფეხი გაგეყინოს, გაგიცივდეს, გაგიშვებდეს, ეგ ბევრად ცუდი იქნება. ამიტომ ფეხსაცმელს ყოველთვის მიაქციეთ ძალიან დიდი ყურადღება, პირველ რიგში. მერე გადადით უკვე ზემოთ. იგივე მინდა ჩანთაზეც გითხრათ. მანამდე რო ხმარობდი მაგალითად ტაქტიკურ ჩანთას, ახლაც დამაქვს ხოლმე ოღონდ ძალიან მსუბუქ ლაშქრობებზე, სადაც აი ბევრი სიარული არ მიწევს და ბევრი ნივთი არ მჭირდება წასაღებად, იმიტომ რომ როდესაც ჩანთა გიკეთია, ძალიან მაგრად მოქმედებს ზურგზე. ტაისონ! მოდი! აი ციყვებს დაძდებს რა ხეებზე და მე მეშინია ძალიან დიდ სიმაღლეებზე ადის და 1-2 ჯერ ჩამოვარდა უკვე და ცუდად რო დაეცეს მეშინი, ამიტომ მეგობრებო ვცდილობ რომ ხეებზე იმდენად არ აუშვა, ყურადღებით ვიყო. ამიტომ ერთი თვალი ტაისონისკენ მაქვს. ეუბნებოდით ჩანთაზე. კარგი ჩანთა თუ არ არის, ზურგს გატკენს, ხერხემალზე გადააგზეთ მეტის ეწოლა და შეიძლება ხერხემალი დაიზიანოს კიდეც. რა უბრალოდ ისე კი არა რომ აი წელი მკივა და რაღაც. მართლა დაიზიანო ხერხემალი. რა თქმა უნდა, კარგი ტვირთი რო გაქვს, წასაღებად, მაგრამ ცუდი ჩანთა არის. და ხერხემალს რო თავი დავანებოთ, მე მოქმედებს მუხლებზე და საერთოდ სახსრებზე. ამიტომ ეგ. ახლა დღეს რა მაქვს ჩემ ჩანთაში? დღეს ჩავარდაგე მხოლოდ ის ძირითადი და საჭირო ნივთები, რაც ზამთრის ლაშქრობებზე გამომადგება. ნუ შეიძლება რაღაც დავამატო, მაგრამ რაც ყველაზე მთავარი და ძირითადი აქ უკვე ჩალაგებული არის. გვერდით და ჯიბეში წეღა რო ამოვიღე, ძირს დასაჯდომი. ეგ მაქვს. აქეთ არის უკვე ნაჯახი. ამოვიღებ ერთ წელს ნაჯახსაც. ეს ფისკარსის ნაჯახია. ძირითადად ან ეს უნდა ვატარო, ან Beavercraft-ის ნაჯახი, რომელიც ძალიან მაგრად მიყვარს. ამაზე ბევრად ძლიერი არის, უფრო ლამაზიც არის, მაგრამ ამის პლუსი ის არის, რომ არის ძალიან მსუბუქი. აუ ამის წონა არ მახსოვს 500 რაღაცა გრამია რა. ჩათვალეთ 9 კილო, რაც ნაჯახისთვის არის საკმაოდ პატარა წონა და ჩანთაზე რო აქვს ესე გვერდი დამაგრებული, ამის წონა არც გაწუხებს, არც გაწუება და ვერც გრძნობს. მე გამოსაყენებლადაც უკვე ძალიან მარტივია. იმიტომ როდესაც საქმე მიდგება ზამთრისთვის იარაღებზე, საერთოდ ტყეში სასიარულოდ, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ არის ნაჯახი. მე შეიძლება უკვე დავამატო. ერთ-ერთი კიდე ყველაზე მთავარი და საყვარელი რამ ჩემთვის ეს არის დანა. ამ შემთხვევაში დღეს მაქვს წამოღებული ჩემი ორი ძირითადი საყვარელი დანა. ამებს ვიყენებ ყველაზე ხშირად. ეს არის მარცხენა მხარის Beavercraft-ის დანა, თავისი კაჟით. მარჯვენა მხარის არის Mora Kensball-ი. ჩემს დანებზე ბევრი საუბარი არც არის საჭირო, ისედაც იცით ვიდეოებიდან, მაგრამ ზამთარი იქნება ზაფხული, გაზაფხული თუ შემოდგომა, არ აქვს მნიშვნელობა. დანა ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ არის ტყეში. აი ჩათვალეთ, ერთი მეგობარი გყავ დამატებული, როცა დანა, კარგი დანა გაქვს ტყეში რა. იმიტომ რომ დიდ საქმეს აკეთებს. ჩანთის მეორე მხარეს მაქვს. ძირითადად ეს დამაქვს ხოლმე. პატარა დასაკეცი ხერხი. პატარა ზომის არის, ძალიან მსუბუქია და აი ამ ზომას რაც შეეხება თავის საქმეს ყველაფერს მშვენივრად აკეთებს. რაღაც ჩინური ხერხია ეს. ტემუდან მაქვს გამოწერილი თავის დროზე, მაგრამ აი ხანია ვიყენებ და მაგრად გამოდგა. ერთი მაქვს, მეორე პირდაპირ დასაკეცი არ არის.
ტარიანი ხერხი არის და ისიც ხშირად დამაქვს ხოლმე და ისიც მშვენივრად მადგება და საკმაოდ იაფით დამიჯდა. მაგრამ თუ ვინმე მეტყვის ოდესმე რომ ბადრი აი რომელი ხერხია საუკეთესო რას მირჩევ, ეგ იქნება რა თქმა უნდა Big Boy-ის სილქისავ, იმიტომ რომ ეგ არის უკვე საუკეთესო ხერხი. წინა ჯიბეში ისეთი არაფერი, Tyson-ის დასაკეთი ჯამი, ეს უკვე ჩემი პირადი თემა არის. შემიძლია ჩანთა გავხსნა და გაჩვენოთ სხვადასხვა ნივთები. ჯობიას დავაწუნო. ჩანთის ჩალაგებისას რაც ყველაზე მთავარია, ღამე რაც დაგჭირდება უკვე დღის ბოლოსკენ, უნდა მოვათავსოთ ქვემოთ. აქ არის ჩემი საძილე ტომარა, Alps Mountaineering-ის, ეს არის -18 გრადუსიანი, რაც ზამთარში ჩვენთან ნებისმიერ პირობებში გამომადგება, დავიძინებ ძალიან თბილად და კომფორტულად. სხვათა შორის მყინვარწვერზე რო ვიყავი 5-დღიან ექსპედიციაზე, მანდ მეძინა ამ საძილე ტომარით ერთი ალტი-ჰადზე პირველად, სადაც უკვე მაგარი ყინვა იყო რა. მეორე უკვე მეტეოზე პირდაპირ ყინვარწვერის ძირში ლამაზი ფონი მქონდა და ძალიან კარგად მეძინა, თბილად ვიყავი და რავი. ქვემოდან შემიძლია დავამაგო ძირსდასაფენი პარალონი, ძირსაგები, ორი მაქვს, მაგრამ ეს რაც უფრო ხშირად დამაქვს, უკვე ეს არის გასაბერი ძირსაგები. ეს Alps Mountaineering-ის არის Flicker AirPod-ი. ეს ყველაფერი რაც ჩამოგითვალეთ, ჩანთა ფეხსაცმელი, საძილე ტომარა, კარავზიც გადავალ და ესეც შეგიძლიათ შეიძინოთ Campshire-ში. ეს ძირსასაგები გასაბერი პარალონი საკმაოდ მომეწონა, საკმაოდ კომფორტული გამოდგა და მარტივად იბერება. სადღაც 5-10 ჩაბერვა და იბერება და დასაფუშად და დასაკეთებლად ძალიან მარტივი იყო. ქვემოთ ათავსებთ ეგეთ რაღაცებს, წონაც და ღამის რაღაცები. აქ უკვე მაქვს Alps Mountaineering-ის კარავი. ეს უკვე გამოიცადა მაგარ წვიმაშიც, ქარშიც და რაც მთავარია ყინვარწვერზე. ამიტომ როგორც გამოცდილი კარავი ზამთარში ჩემ გვერდით იქნება, მაგრამ უნდა დავამატოთ ცალკე ზამთრის კარავიც. აი მარტო ზამთრისთვის რომ არის განკუთვნილი თოვლი, ყინვა და ასე შემდეგ. კარავიც აქეთ საძილე ტომრის ზედა მხარეს არის მოთავსებული ჩემს ჩანთაში. აქ მაქვს ჩაგდებული ჩემი უსადენო დამტენი, ეს გამოდგა უმაგრესი რაღაც რა. ეს უკვე სჭირდება ისეთ ადამიანს, ვინც ჩემსავით ვიდეოებს იღებს, ვისაც უნდა კამერის დატენვა, დრონის დატენვა, GoPro-ს დატენვა და ასე შემდეგ. ასე ჩვეულებრივ პირობებში უბრალოდ არ დაგჭირდებათ. იმიტომ რომ საკმაოდ მძიმე არის. კილო არის რა. 1 კილო ასე მძიმე არ არის, მაგრამ როდესაც ჩანთას გამოტენი და სადღაც შორს მიდიხარ და ბევრი უნდა იარო. მე უკვე ეგ 1 კილო ძალიან მოქმედებს და მაგრად იგრძნობა. 60,000 მილიამპერიანი არის. 6 შესაერთებელი აქვს. აქვს პლუს ფანარი, მანქანის დატენოს კი შეგიძლია, დაქოქოც კი შეგიძლია, ამით თუ სიტყვაზე მანქანის ელემენტი დაგიჯდა. ჩანთის ზედა მხარეს მაქვს მოთავსებული ჩემი საყვარელი ნივთი, კარდალა. ძალიან გაშავებულია, მაგრამ არ შეიმჩნიოთ, ეს უკვე აღარ ჩორდება, რაც არ უნდა ხეხო. კარდალა არის ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ნივთი ლაშქრობაზე, იმიტომ რომ ბევრი რაღაცის გაკეთება შეგიძლია ამით. გაქვს პატარა ტაფა, ცალკე დიდი ტაფა რო არათრიო. ერთი კაცისთვის საკმარისია თუ არა და ორჯერ მოამზადებ რამეს და ეგ იქნება. გაქვს რაღაც წყლის სასადუღებელი საშუალება, ჩაის გააკეთებ, ყავას გააკეთებ, შეიძლება საჭმელის მოამზადო ერთხელ ამაში ოსტრი მოამზადე. ძალიან მსუბუქი და მარტივია. ამის პლუსი კიდევ ის აქვს, რომ და ამის პლუსი კიდევ ის არის, რომ აქვს კარგი დიდი ადგილი შიგნით. აქ შემიძლია ზამთარში ჩანთაში ადგილის დაზოგვის მიზნით მოვათავსო რაიმე საჭმელი, ზამთარში საჭმელი ყოველთვის კარდალით დამაქვს, იმიტომ რომ უფრო ინახება კიდეც შიგნი. და მარტივიცა ჩანთაში დიდ ადგილს აღარ იკავებს. ხორციც წამიღია ამით, ხახვით. რავი, შეგიძლია სუნელები ჩააწყო. ცალკე სუნელების ის რო არ ვატარო ხოლმე რა. მაინც ზედმეტი წონები რო არ დავემატა. ხოლოდ რაც გჭირდება, ამაში მოათავსებ და ჭამის დრო რო მოვა, გახსნი. ამოვალაგებ და ეგ არის. ეს არის ნივთი, რომელიც ყოველთვის ყველგან დამაქვს. ყინვარწვერზეც კი მქონდა წაღებული. ძალიან მიყვარს. ჩემი წყლის მათარა. ესეც ძველებურია, როგორც ის კარდალა. ეს მათარა მამას ჯარიდან არის, გაბერი მდგომარეობაშია და მეტი წყალი ჩადის. მსგავსი მათარები, იმიტომ დამაქვს და არა რაღაც პლასტმასის ჭურჭელი, რომ კარგად ინარჩუნებს წყლის ტემპერატურას და რავი, პირადად მე უფრო მომწონს, რა ვიდრე პლასტმასიდან რომ მივირთვა წყალი. თავისებური გემო არ უჩნდება.
კიდევ ის პლუსი აქვს, რომ სიტყვაზე რაღაც წყლის ასადუღებლად რო არ ქონდეს, შეგიძლია ის დადგა ცეცხლზე და ამით აადუღო წყალი. ჩანთაში ყოველთვის მიგდია ზამთარში რაიმე ჭურჭელი. ეს მაგალითად არის კუპილკას ჭიქა. კუპილკა არის ფინური ბრენდი, რომელიც შეგიძლიათ შეიძინოთ ქემშიარში. ამის ღრმათებშიც მაქვს და ერთი დაბალი თხელითებში, თავის კოჩანგალიც. აი ეს მაგალითად იმიტომ არის ჩემი აზრით უნივერსალური, რომ გამოიყენებ როგორც ჭიქად, ასევე თებშადაც. საკვებისთვისაც მშვენიერი ზომა აქვს ჩემი აზრით. მარტივად არ ცხელდება და არის საკმაოდ მსუბუქი. ამიტომ ხის ჭურჭელი ძალიან მიყვარს, იცით, ხის ჭიქები მქონდა რა მაქვს. მანამდე მქონდა მეტალის ჭიქები, მაგრამ აი უფრო ამას ვიყენებ ხშირად, იმიტომ რომ ბევრად მსუბუქი არის და როდესაც დიდ ლაშქრობაზე მიდიხარ და ბევრი ნივთი მიგაქვს თან, მაშინ უკვე სიმსუბუქეზე უნდა იფიქრო, ვიდრე იმაზე, რომ აი ხე უფრო მოგწოხ, თორე რა თქმა უნდა მე ხე მირჩევნია. როგორც უკვე გითხარით, ცალკე ტანსაცმელზე არ ვსაუბრობ ამ ვიდეოში, მაგრამ ჩანთაში ყოველთვის მაქვს ხოლმე ჩადებული ორი წყვილი ხელთათმანი, ერთი თითებიანი, ერთი თითებ გადაჭრილი, იმიტომ რომ ტყეში რაც არ უნდა ყინვა იყოს, თითებ გადაჭრილი ხელთათმანებს უფრო ხმარობ, იმიტომ რომ როდესაც რაღაცას ხელით ეხები, უფრო გრძნობ და უფრო კარგად აკეთებ, ვიდრე აი ხელთათმანები თითქოს საქმე არ გამომდის. ქუდი, ბალაკლავა და ყოველთვის დამაქვს მატყლის წინდები. დღეს არ წამოვიღე საჩვენებლად. იმიტომ რომ ძირითადად აღჭურვილობაზე მინდოდა მისაუბრა. მაგრამ მატყლის წინდებიც ყოველთვის დამაქვს, იმიტომ რომ ერთი ის არის, რომ მე ძალიან მიყვარს ეს მატყლის ტანსაცმელი, ზედაც უნდა ვიყიდო რა. ძალიან თბილი არის. კი არსებობს ბევრი კარგი ბრენდი, რასაც იყიდი, ჩაიცმევ და მართლა კარგად გემსახურება და მართლა თბილია, მაგრამ მატყლზე განსაკუთრებით ვარ შეყვარებული, იმიტომ რომ ჩემი აზრით მატყლის ტანსაცმელი ერთ-ერთი საუკეთესო არის. აქეთა ჯიბეში, ჩემგან მარცხნივ, როდესაც ზემექნება მოკიდებული, ყოველთვის მაქვს სამედიცინო დახმარება. ამაში მაქვს ძირითადი რაღაც, რაც გამოგადგებათ, უცებ ჩამოგიხდით. ბინტი, სამედიცინო წებოვანი ლენტა, მაქვს ყოველთვის ბეტადინი, სპირტი. აღოდეგენი არის გადასატეხ ჭხირებში. აგერ ციტრამონის მქონია, ესეც ჭრილობაზე დასაკრობი არის თავისი ბინტით. ციტრამონი მაგრად გამომადგა მაგალითად მყინვარწვერზე, იქიდან რომ მოვდიოდი და საშინად ცუდად რო ვიყავი, ამან მიშველა რა. პარაკორდის თოკი მაქვს, სისხლის გასაჩერებელი ლენტა. ეს მაქვს კიდევ. ესენი არის ხელსახოცები. ნახეთ? შეიძლება რაღაცაში გამოგადგეს. ამას რო დაასველებ, იშლება და ხდება საკმაოდ დიდი ზომის ხელსახოცი. ამას კიდე შეგეძლიათ ბევრი რაღაც დაამატოთ. ყოველთვის მაინც უნდა გეგდოთ სამედიცინო დახმარების ჩანთაში მოწამლასთან დაკავშირებით რა წამლებიც გამოიყენება ეგენი, ეგენ გამოყუჩებენ, იმიტომ რომ ეგორია ყველაზე მთავარი ტყეში. სხვა ისეთი არაფერი. ამიტომ ეს პატარა ჯიბე ყოველთვის უყავია ჩემთვის სამედიცინო დახმარებას. აი მეორე ჯიბე უკვე უფრო მრავალფეროვანი არის. აქ მაქვს ჩემი ერთ-ერთი საყვარელი დანა, ვიქტორინოქსი, ეს არის ვიქტორინოქს ფორესტერი. აგრე ყოველთვის ჯიბეზე რაც მაქვს, ეს არის ვიქტორინოქს ფილდმასტერი. ეს არის ვიქტორინოქსი ყოველთვის დამაქვს ტყეში, იმიტომ რომ ბევრი გამოსაყენებელი ინსტრუმენტები აქვს ზედ. მარტო დანას თუ არ ჩავთვლით. ამიტომ ეს ორი ყოველთვის ჩემი ორი ფანარი, რასაც სულ ვიყენებ. ეს არის Olight Baton 3 Pro. პროგრამი ამით ცეცხლიც კი შეგიძლიათ დაანთოთ. ძალიან ძლიერი განათება აქვს. მეორე აქ არის Olight Clip Pro. ეს უკვე შპილკაზე არის, აქვს წითელი განათებაც. 3 ნატურა და 3 ნატურაზე კიდევ 4 თუ 5 რეჟიმი. ზუსტად არც მახსოვს. ყოველთვის დამაქვს პარაკორდის თოკი, იმიტომ რომ რა იცი რაში გამოგადგება. პარაკორდის თოკი არის საკმაოდ გამძლე რაღაც. რამდენიმე 100 კილოგრამს უძლებს. ამის ერთი ღერის დაჭერა რა. და ძალიან გამოსადეგი არის. მე პირადად ვიყენებ ხოლმე დიდი მორების სათრევად. მორს გამოსდებ, ხელში დაიჭერ, ტოტზე დაახვევ და ათრევ. ნაკლები ძალა გეხარჯება, ნაკლები ენერგია და უფრო სწრაფადაც აკეთებ მაგ საქმეს. და ისედაც შეიძლება გაგიჭირდეს სადმე ჩავარდე და ეს თოკი მაგრად გამოგადგება, იმიტომ რომ შენს წონას ჩვეულებრივად აწევს, ჩვეულებრივად გაუძლებს და
დაგეხმარება გასაჭირში რა. ამიტომ არც წონა ამას არ აქვს, არც ადგილს დიდს არ იკავებს და ამიტომ სულ მიგდია. აქ ყოველთვის დამაქვს მორას კაჟი, თუ რა თქმა უნდა ჩემი ბიურკრაფტის კაჟიანი დანა არ მაქვს წამოღებული, მაშინ მორას კაჟი მიგდია აქ. და ბოლო ნივთი ამ ჯიბეში ეს არის ეს რკინის კოლოფი. ამ რკინის კოლოფში უკვე ცეცხლის დასანთების საშუალებები მაქვს ჩალაგებული. თვითონ კოლოფის თავსახურზევე მაქვს დაწებებული ეს. იყიდება ტემოზე გამოწერით წებო აქვს. დააწებებ პირდაპირ და ასაც გამოკრა ჩვეულებრივად ეკიდება. აქ მაქვს ჩადებული ყოველთვის სანთებელა. ძირითადად კაჟით ვანთებ ცეცხლს და ვაზელინის ბურთულებს ვიყენებ. აი ამ ორ რასაც ხედავთ. მაგრამ მაინც ყოველ შემთხვევაში სანთებელაც მიგდია ხოლმე. ოღონდ უკვე ბოლო ხანებია, თორემ მანამდე სადღაც 2 წელი სანთებელასთან შეხება არ მქონია, ისე ვიყავი მიჩვეული ამეებზე. ესე პატარა სანთებელა მიგდია. აქ კანაფის თოკი ეს არ მახსოვს რატო ჩავდე თავის ძოზე, მაგრამ ადრე რაღაცაში გამომადგა და მის მერე მიგდია. და აქ მაქვს კიდევ ასანთი ჩაგდებული. ესეთია. უკანვე აქ გამოსაკრავი. ანუ ეს რკინის კოლოფი არის ძირითადად ცეცხლის დანთების საშუალებები რა. ამას მერე უნდა დავამატო უკვე კვარი. ბოლო ხანები რაც ფიჭვნარში არ ყოფილი ვარ, კვარი გამომედია და კვარს დავამატები და ეგ არის რა. ცეცხლის დასანთებად ფაქტობრივად ყველაფერი ამაში მოთავსებული და ყველა არც გჭირდება. მეგობრებო, აი ესენი იყო, მხოლოდ რაც ზამთარში გამომადგება, ტანსაცმელის გამოკრებით. სხვა არაფრის დამატებას არ ვაპირებ ამაზე რა. შეიძლება უცხოელებს რო უყურებთ ხოლმე ვიდეოებში, ბევრი საინტერესო ნივთი დააქვთ, ამოალაგებენ ხოლმე ნაირ-ნაირ ნივთებს, მაგრამ დამიჯერეთ, ნუ თუ სადმე შორს არ მიდიხარ და აი სიტყვაზე ორნაბიჯი გააჩერე მანქანა და აქვე უნდა გაშალო კარავი, მაშინ შეგიძლია უამრავი ნივთი ჩაალაგო რა, დატვირთო ბოლომდე ჩანთა, გაავსო და რავი, ორნაბიჯზე არაფერი წონა მაგას არ ექნება, ისეთი რომ დაგღაროს და თუ მართლა შორს მიდიხარ, მით უმეტეს ზამთრის ლაშქრობები ყოველთვის უფრო დამღლელია, თორში გიწევს სიარული, სიცივეში გიწევს სიარული, ორგანიზმს მეტი ენერგია სჭირდება რა. მაშინ ჯობია ესე მსუბუქად ჩალაგდე. ნუ ეს ჩანთაც არ არის მთლად მსუბუქი, მაგრამ მინიმალური ნივთები, საძილე ტომარა, კარავი, სხვადასხვა კარავი რო არ წავიღო, ჩემი შარშანდელი ვიდეოები, ვისაც გაქვთ ნახი ზამთრის, ვისაც არა და ჩაუჯექით, იმიტომ რომ ჩემი აზრით, რაც ქართული YouTube-ზე ვარ, ბოლო ეს წლებია, საუკეთესო პერიოდი, ჩემი საუკეთესო ვიდეოების იყო ეგ, წინა ზამთარი, იმიტომ რომ ჩემთვის განსხვავებული და განსაკუთრებული ვიდეოები გადავიღე და კარგი მოგონებები შეემატა ჩემ ცხოვრებას წინა ზამთრის სახით, იმიტომ რომ მართლა მაგარი ვიდეოები გადავიღე. მე ასე ვფიქრობ ყოველ შემთხვევაში. და ერთი სული მაქვს ზამთარი როდის მოვა, იმიტომ რომ წელს თუ კარგი სეზონი გვექნება, კარგი თოვლიანი და კარგი სერიოზული ყინვა, ძალიან მაგარი იდეები მაქვს და მაგ იდეებს განვახორციელებ და ზამთარში გელოდებათ საოცარი ვიდეოები. მთავარია სეზონმა შემიწყოს ხელი. ტაისონ ხო და მეგობრებო, ესე მინიმალურად ჯობია რა და მსუბუქად. როგორც უკვე გითხარით, ეს ჩანთაც არ არის მსუბუქი, მაგრამ ამას კიდევ რაღაც ნივთები რო დაამატო, პირადი ფუფუნების გამო უფრო დამძიმდება. მით უმეტეს უნდა დაამატო წყალი, საკვები და ტანსაცმელი, იმიტომ რომ ტყეში ჯობია ტანსაცმელიც წაიღო რაღაც ნაწილი გამოსაცვლელი. ძირითადად ეს ნივთები იყო მეგობრებო, სხვადასხვა უცხოელებს რომ უყურებ ხოლმე, მინახავს ტიპები, ვისაც ამაზე კიდევ ბევრად ცოტა ნივთები აქვს წაღებული სალაშქროდ რა. მე უკვე ვერ წარმომიდგენია რომ ამას რაღაც მოვაკრო, მაგრამ ბევრი არის რომ საერთოდ მაგალითად კარავი რაც წეღან საუბარი დავიწყდა, მე სხვა თემაზე გადავედი და მიმავიწყა. კარვის ნაცვლად შარშან ყოველთვის დამქონდა ტენტი, რომელსაც აი ამ ხელა ადგილი მიქონდა ჩანთაში მარტო და წონაც არა. ტენტს გავშლიდი და ღია სივრცეში ესე მეძინა. უბრალოდ ზუგზე ქონდა გადაფარებული რომ ქარს არ დაებერა, თორე ყოველთვის ღია სივრცეში მეძინა ხოლმე. ამიტომ მეგობრებო, დღეს ამ ვიდეოში ზუსტად ამაზე მინდოდა მესაუბრო და ეს მინდოდა მეთქვა. იმედია ჩემი რჩევები გამოგადგებათ. მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. ჩვენ უყურებთ ვიდეოებს. ვისაც ეს ვიდეო მოგეწონათ, დაწერეთ კომენტარებში ტაისონ. დავედით. და არ დაგავიწყეთ არხის გამოწერა. ჩვენ შევხვდებით შემდეგ ვიდეოში და როგორც უკვე გითხარით, ზამთარში გელოდებათ საოცარი ვიდეოები. აი მართლა საოცარი ვიდეოები და განსაკუთრებული იდეები მაქვს მოფიქრებული საკმაოდ მკაცრ პირობებში. როგორც ვიღებ ხოლმე, როგორც ვიძახი ჩემი თავის გამოცდას. და ზამაგარი იდეები გელოდებ
ამიტომ ძალიან მაგარი ვიდეოები გელოდებათ მეგობრებო, რეაქტიურეთ. აბა მაგრამ